თებერვლის ერთი სუსხიანი დღე იდგა. როცა უეცრად ჩვენმა შემოქმედებითმა გუნდმა გადავწყვიტეთ ჩვენი ბედკრული ქვეყნისათვის დემოკრატიის ერთი პატარა ნაპერწკალი გაგვეჩინა. და ეს ნაპერწკალი იყო სწორედ ის, რასაც ჩვენ დებატებს ვუწოდებთ. ოპოზიცია თუ პოზიცია, პოზიცია თუ ოპოზიცია, საკითხავი აი ეს არის. არავინ იცის ღმერთი დებატებში ვის რას გვიმზადებს. აქეთ ოპოზიციონერი ბატონის სერგოა. იქეთ კი პოზიციიდან ბატონის ზაური. არავინ ვიცით, ვის დაატყდება თავს პოლიტიკური ჭექა-ქუხილი. დღეს ჩვენ გთავაზობთ ტრაგიკომედიას ერთ მოქმედებად. სახელწოდებით სისხლიანი დებატები. მას დავიწყოთ. თუ ვით დაამპრევს ორი კაცი ერთმანეთს თავყბას, 10 წუთში დაინახავთ ყველაფერ ამას. და თუ რაიმეს ვერ მიმხვდარხართ ჩემს წინა თქმაში, თვალი ადევნეთ მოქმედებას. მიხვდებით მაშინ. ილოცე დებატების წინ Deep State-ის მონავ! მარა, რას ილოცებდი? გრანტი აღარ შემოგდის და ტყუილად ხო არ დაიღლიდი? თავს! აბახეთ მომხედე! შენი ილოცე დებატების წინ დეზდემონა! ოღონ დეზდეს გარეშე პირდაპირ მონავ! მე მგონი მშვენიერი დასაწყისია განაგრძეთ? ჩვენ ოპოზიციას აღარ აგვაქვს ზარღვებში სისხლი. კრიტიკულ ტელევიზიებს ფინანსები რატომ დაუშრათ? ვინ გადაუხდის ჯარიმებს ტროტუარზე მიდენილ ხმარებს? ფული კი მხოლოდ მონაკოში წყლის ნაპირას მომღიმარე კაცი. ყველაფერს კრძალავთ. ენჯოებს გრანტიც არ გააჩნია ტროტუარზე დგომისთვის. კაცი ისჯება. თქვენ კი ტანზე შემოგიცვამთ ძვირფასი პარჭა. არ გაქვთ სიმფისი, არც ნამუსი და არც ღირსება. თუ დაიღალე ამ ქვეყნისგან მე გირჩევ წასვლას, რადგან ქოცები არ ვაპირებთ ჯერ არსად წასვლას. გენიალურია, რას უპასუხებს ოპოზიცია. ეკონომიკა ჩამოშლილია, ბიზნესმენები რამისა ქუჩაში დასკდნენ და ეს მთავრობა აღარ მთავრობობს და ისე ყანყალებს ვითარცა მაგიდის ფეხი. შემტარვალო. მაგას როგორ ვკადრებ? დესტრუქციულო რადიკალო, არა რაობავ, წეული მციყავ შენ ხალხის ძალის აბთართა მათგმავ. როცა ხალხშია, ამ დროს მაცღარ ჩინოვნიკებს პერანგებზე სიმსუქნისგან ღილი უწყდებათ. უმოძრაო და უფუნქციო ლეშებით აივსო დღევანდელი პარლამენტი. მერე რა? ჩვენ ჩინოვნიკები არავის უცვლით საჭმელს. ჩვენს იმას ვჭამთ, რასაც უფალი გვიბოძებს. ზუთხი გვაქვს, ზუთხს ავჭამთ. ხიზილა გვაქვს, ხიზილალო. შემტარვალო და ეტენდერების ატკატებიდან შემოსული თანხის მორევში ჩაიწვიოს მთელი შენი შთამომავლობა. არა, ეს რა ჩავიდით, ეს როგორ ვიკადე, ასეთმა სიძულვილმა დამატყვა, რომ მე მისი შთამომავლობა დავწყე. ეს რა ჩავიდით, მე ხომ სულ იმას ვამბობდი, რომ მათ არ უნდა დამსგავსებოდ. რატომ გამეცივდა ასე სისხლი? რატომ გავიწყვიტე ასე უცებ სინდისის ზარს? რატომ ჩამისახლდა ეშმაკის სულში და რატომ დაიწყო ჩემი სხეული შიგნიდან ჯიჯგნა? როცა მე ერთი ცხოვრებისგან მიტოვებული პატარა პარტიის უმცევრო წევრი ვიყავი. როცა მე წინასაარჩევნოდ
ერთი ცისკრა ჭიანჭველასაც კი უსურველ ცხოვრებას და ლაღად მოფარფატებ ურბულებს უფასო საკენკს პირდებოდი. და მე რა ჩავიდიდი? მე ის დავწყევლე. მოჭა. მე მივდივარ. როგორ? მივდივარ. პოლიტიკიდან მიდიხართ? არა. უბრალოდ გვიანია და მეტროს მინდა რომ მიუსწრო. მაგიტომ მივდივარ მშვიდობით ჩემო ქვეყანა. ორშაბათის საპარლამენტო სესიამდე. შვიდობით. Bravo! 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 ავტორი ხოთ მობრძანდეთ! გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.